აი ახლა მე ერთსაც გეტყვით ახლა ესენი აი ახლა წამყვანი ფსიქიატრები რო ჩამოიყვანო ძალიან საინტერესო საკვლევი მასალა არის ეს ნაციონალური ესე იგი იშვიათი ეგზემპლარი ესე იგი თელ სოფლიოს გამოუცხადეს ომი ქართველმა აი შიზოფრენიკებმა ესე იგი ტრამპს გამოუცხადეს ომი სიძიპის ომი გამოუცხადეს პუტინს ბიზინა ივანიშვილს თელ ქართველ ხალხს უნგრეთის ფიცოს გამოუცხადეს ომი ესე იგი დარჩა ვინმე თქვენ რო არებთ თქვენ ტყვინ გაყინულებო სლოვაკეთი უნგრეთი რუსეთი ჩინეთი ირანი ამერიკის შეერთებული შტატები ვისე ვინ არის თქვენი მოკავშირე თქვენი მოსაწონი ვინ არის თქვენ ავადმყოფებო თქვენა მე პირადად არავის არ ვაპატიებ იმას რა შეურაცხყოფებიც მოდიოდა თქვენ ხო არ გონია დავიწყებას მიეცემა ის რასაც თქვენ კადრულობდით აი ამ წლების განმავლობაში როგორი ტერორი მოაწყვეთ მე პირადად ძალიან ბევრი ახლობელი ადამიანი დავკარგე იმიტომ რომ აი აყვნენ ამ უკრაინელებს ეს უკრაინის დროშები რო გამოკიდული ქონდათ ზოგ-ზოგი ერთებს და სლავა უკრაინეს რო თქვენ გონიათ ეს დავიწყებას მიეცემა ის ყველაფერი არავითარ შემთხვევაში აი როგორც ამერიკის პრეზიდენტი არ პატიობს ჩვენ ცოტა ნელი ტემპებით ავყევით ამას ტრამპი ანადგურებს და ამსხრებს ამ მოღალატეებს და ჩვენ ცოტა ხელს უსვამთ დღესაც განათლების სამინისტროში როგორ უნდა მუშაობდეს ის ნაძირალა ხალხი რომლებიც პეტიციებს აწერდნენ ხელს და ითხოვდნენ იმას რომ მოდიო ჩვენო აი ჩამოვაგდოთ ეს ხელისუფლება დღეს ეს განათლების სამინისტრო შეიძლება კიდე იყოს და არსებობდეს ის სახელმწიფო უწყებებში ჩაბუდებული აი ეს გველები რომლებიც პეტიციებს და იმას აფრიალებდნენ დროშებს და უკრაინის დროშებს და ძირს ბიძინა და ძირს ქართული ოცნებაო რო ყვიროდე თქვენ გონია თქვენ ამას გაპატიებთ მე პირადად მე არ გაპატიებ სხვა ყველაფერი იმიტომ თქვენ რამე რომ მომხდარიყო აქა და მართლა ბაიდენს მოეგო არჩევნები ესენი ცოცხლად დაწოვდნენ ხალხს ეს ნაძირლები აი თქვენ გახსოვთ ალბათ როგორი სიები იყო შედგენილი როგორ მიუვარდებოდნენ ადამიანებს აფურთხებდნენ ლანძღავდნენ ჩაფურთხება საჭმელშიო პოლიციელებს როგორ აგინებდნენ ლანძღავდნენ და ეს ხალხი აი ეს ნაძირალა ხალხი გონია რომ დაგვემალები თქვენ სოროვებიდან გამოგათხრებთ თქვენ სოროვებიდან გამოგათხრებთ და გაგასამართლებთ თქვენ ნაძირლებო თქვენ რაც გააკეთეთ ამას გონია შეგარჩენ თქვენ ამათ გონიათ რომ შერჩებათ ხალხობით ეს ყველაფერი და იმ დღეს მივიდნენ აი კიდევ ერთხელ მეორეთ წამყვანი ფსიქიატრებიც რო ჩამოიყვანო ძალიან გახარებული ხდებიან იმიტომ რომ იშვიათი რაღაცა დავადები საქართველოში ესეთი გამოვლინება სოფლიოში არ ყოფილა მიიყვანეს ესე იგი მიიტანეს რაღაცა ხარებას ფიტულიო ნახეთ ერთი როგორი ქცევიან ესე იგი ეს ხარება თქვენ ისე იმაშვებით ეთამაშებით აი ამ კაცს რომ რაღაცა კაიჩიც დაიჭერთ მე მგონი და მე ვიცი რასაც დაიჭერთ აი ნახეთ ახლა შენაგან საქმეთა სამინისტროს სპეცრაზმის ხელმძღვანელი ეს ხარება მიიტანეს ესე იგი ფიტული და ესე იგი ურტყამი. ეხლა თქვენ წარმოგიდგენიათ სააკაშვილის დროს რომ ესეთი რაღაცები ვინმეს გაეკეთებინა. აი ცოცხალი ვერ გადაურჩევოდა ვერა. ესენი არიან ავადმყოფები,